მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სოღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილ და ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. და დღეს მინდა გავაკეთო ესეთი გასვლა. რისთვის შემოვიდა პარტნიორი თქვენს ცხოვრებაში? მოდით ესე გავაკეთოთ, რომ იყოს ვარიანტებით, რომ უფრო ბევრი ადამიანისთვის რეზონირდეს სიტუაციები. დავნახოთ ჯერ პირველ რიგში რა ენერგიებში ხართ თქვენ და მერე უკვე რატომ შემოვიდა ესა თუ ის პარტნიორი თქვენს ცხოვრებაში, ხო? პარტნიორი თქვენ ჩაიფიქრეთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს წარსული პარტნიორია თუ ეხმოდელი არსებული. ყოველ შემთხვევაში თქვენ გავარკვიოთ თქვენი ენერგიები, თქვენ რა ენერგიებში ხართ. მოდით ესე. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და იმისთვის რომ გაგიადულდეთ უფრო არჩევანი, მოდით ესეთი ყვითელი სანთელი იყოს პირველი ვარიანტი. და მეორე იყოს ლურჯი სანთელი, ხო? მგონი ჩანს. ორი. გავანათებ, რომ კარგად ჩანს. პირველი და მეორე ვარიანტი, ან ყვითელი სანთელი, ან ლურჯი სანთელი. და ნახოთ, რა ენერგიებში ხართ და მერე რატომ შემოვიდა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. იმედია ჩაიფიქრეთ, მე გადავდებ მეორე ვარიანტს, დავიწყებ პირველი ვარიანტით, ვინც ერთია ყვითელი სანთელი. რა ენერგიებში ხართ თქვენო? თქვენ რაღაცნაირად ცოტა იყოს და ესე ვიტყოდი, რომ გაურკვევლობებში ხართ, რაღაცნაირად გინდათ გამოხვიდეთ სიტუაციებიდან, რომელიც მათ შეგიყვანათ ჩიხში. შეიძლება ითქვას, ნუ აქ რაღაცა მომენტში ისეთი, არ ვიცი, პირველი ვარიანტი ალბათ უკვე წასული პარტნიორის მდგომარეობა ჩაიფიქრეთ, იმიტომ რომ აქ თქვენი ენერგიები არის გაურკვევლობა, ანუ ვერ გაგიგიათ, რატომ მოხდა თქვენს ცხოვრებაში რაღაცა ის პრობლემები, რომელიც მოხდა, ხო? აი რაღაცა თითქოს ვერ ხსნით, რატო ხართ ჩიხში შესული. ნახეთ, თუ ხა მაინდა-მაინც პარტნიორზე არ არის და თქვათ ვიღაცა წავიდა და იმიტომ არა, მოდით ესე უფრო კარგად და მეტი ადამიანისთვის რო რეზონირდეს, აი ესე უფრო ესე აგიხსნით, რომ ნახეთ, შეიძლება თქვენს ცხოვრებაში არის ისეთი სიტუაციები, ეს აუცილებელი პირად ურთიერთობაზე არ არის, რაღაც მომენტში შეიძლება იყოს სამსახურობრივი მომენტი. ყოველ შემთხვევაში ხართ ამ ეტაპზე ამოუხსნელი და გაურკვეველი სიტუაციებიდან, რომელიც გინდათ, რომ დროზე დაასრულოთ და გახვიდეთ ამ სიტუაციიდან. აი რაღაცა თითქოს გაანალიზებაზეც კი არ არის. აი უბრალოდ ნუ რაც მოხდა, რაც არის. ეხლა ეს უნდა დაიხუროს და მე უნდა წავიდე ახალი ეტაპისკენ. რაღაცა ეს მომენტი არის თქვენს ცხოვრებაში, აი პირველი ვარიანტი. მოდით ნახოთ, რისთვის შემოვიდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, რისთვის შემოვიდა. იცით რა არის, შეიძლება რაღაც მომენტში ესე ვთქვათ, რომ ეს ადამიანი თუ ახალი პარტნიორი არის და ეხლა ახალი ურთიერთობის მდგომარეობას განვიხილავთ, მაშინ გეტყვით, რომ ეს არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში, თქვენი ემოციური მდგომარეობიდან თუ ფინანსური მდგომარეობიდან არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანმა გამოგიყვანოთ, მოგცეთ ახალი შანსები, მოგცეთ ახალი თვითწმენა, დახმარების ხელი გამოგიწოდოთ, ანუ რაღაცა მოგცეთ ის ენერგიები, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი არის და დაგეხმაროთ იმ სიტუაციებიდან გამოსვლაში და მოგცეთ იმისი ენერგია, რომ როგორც იყავთ, თქვათ, როგორც შეგეფერებათ, ხო, როგორც რაღაცა ადამიანს, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა მიზანი და ამ მიზნისკენ მიიღწო და დაგეხმაროთ თქვენი თავის აღდგენაში და მიზნების მიღწევაში, ხო, რომ მიხვიდეთ იმ
მდგომარეობამდე, რომელსაც თქვათ იმპერატრიცის არკანი ატარებს. ხო, ეს არის ძალიან ძლიერი, ძალიან წარმატებული, ნაყოფიერი, წინმავალი ადამიანი, რომელსაც არ აქვს შიშეს მომენტი, რომელსაც ყველაფერი გამოსდის, ხო, ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. თუ ეს წასულ პარტნიორზე ჩაიფიქრეთ, გადახედეთ სიტუაციას, მაშინაც ხომ არ იყავით ისეთ სიტუაციაში, სადაც პრობლემები გქონდათ და ის ადამიანი ზუსტად მაგიტო იყო გამოჩენილი თქვენს ცხოვრებაში, რომ რაღაცნაირად გამოსულიყავით ამ სიტუაციიდან, ხო? რაღაც მოეცა თქვენთვის ძალა, რომ დაგეძლიათ და თუ თქვათ მიზნისკენ წასულიყავით, ხო? აი რაღაცა ეს მომენტი არის, რისთვის მოვიდა კიდე თქვენთან. ხო, აი გადაწყვეტილება რომ მიგეღოთ და თქვენი თავის სწავლა დაგეწყოთ, თქვენი მიზნებისკენ, თქვენი ემოციებით ბალანსი მიგეღოთ, ხო, რაღაცნაირად შეგევსოთ ის ემოციები და ის მდგომარეობა, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. მიგეხედათ რაღაცა თქვენი წარმატებისკენ, თქვენი სწორი ცხოვრების გზაზე, ხო? ნუ ეს ადამიანი თქვენთვის იყო ნამდვილად მასწავლებელი, როგორ უნდა გემართათ და როგორ უნდა თუ ეხლა ამ ეტაპზე არის, მაშინ გეტყვით, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მათ უნდა გასწავლოთ და კარმული ადამიანი, რომელსაც უნდა გასწავლოთ ცხოვრება, როგორ უნდა გაიაროთ, როგორ უნდა ამოხვიდეთ ნებისმიერი პრობლემიდან, როგორ უნდა დაძლიოთ თქვენი სასოწარკვეთილი მდგომარეობა, როგორ უნდა შეძლოთ საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვა, როგორ უნდა შეძლოთ კიდევ უფრო მეტი ამოცანების ამოხსნა, ხო, ცხოვრებისეულად, დაბალანსება, სიმშვიდის შენარჩუნება, თუნდაც ის მომენტი, რომ მთელი ცხოვრება თუ თქვენ გასცემდით რაღაცას, ხო, როგორ უნდა ისწავლოთ რაღაცის მიღება, ადამიანისგან დახმარება იქნება ეს მატერიალური იქნება თუ საჩუქარი იქნება თუ სულიერი იქნება, არ აქვს, მაგრამ რაღაცა ამ ადამიანისგან თქვენ უნდა ისწავლოთ. თუ კიდევ ერთხელ გავიმ, თუ წასული პარტნიორია, კარგად გადახედეთ იმ პერიოდშიც ხომ არ იყო ეს მდგომარეობა და ხომ არ გასწავლოთ ეს მომენტი და კიდევ ერთი მომენტი შეიძლება იყოს, რომ მისი წასვლის მდგომარეობის შემდეგ თქვენ უნდა გესწავლოთ კიდევ უფრო მეტი, თქვენ უნდა მიგეღწიათ კიდევ უფრო მეტი მიზნებისკენ და მეტი ძალა უნდა გქონოდათ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და რაღაცა გამოსულიყავით ესეთი მდგომარეობიდან, ნახეთ, უბრალოდ კი არ გამოსულიყავით, არამედ იმ მაღალ საფეხურზე, რომელზეც თქვათ ოცნებობდით, ხო? თუ თქვენ უკვე რაღაცა ისეთი მომენტი გაიარეთ, გადახედეთ კარგად და ნუ იქნებით რაღაცა მოწყენილი და ნუ იქნებით რაღაც ესეთ მდგომარეობაში, ნუ ესეც გაივლის სიტუაცია, იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ რომ კარგ ენერგიებში იყოთ, კარგ ემოციებში იყოთ, წარმატებულიც იყოთ, ბედნიერიც იყოთ, თქვენი მიზნები შეასრულოთ, ჰარმონიულად იცხოვროთ და ამ ყველაფერს უბრალოდ დაუკვირდით თქვენ ცხოვრების გზაზე ერთი და იგივე რაღაცა შეცდომას ხომ არ ვუშვებთ რაღაცნაირად, არ ვაძლევთ საკუთარ თავს იმის მდგომარეობას, რომ ვისწავლოთ, მივიღოთ სამყაროსგან მადლიერებით ყველაფერი, რასაც მოგცემს, ხო, თუნდაც რაღაცა განსაცდელი, იმიტომ რომ ეს განსაცდელი სულ მაგას ვამბობ და ჩემშვილებს ვეუბნები, რომ ნებისმიერი განსაცდელი ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ყველაფერი თავზე დაგვენგრა და ღმერთო ეს რატო გამომიგზავნე, არა, ეს არის მადლიერების მომენტი, როდესაც მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ შეიძლება იმ განსაცდელით უფრო დიდ განსაცდელს ავერიდეთ და უფრო დიდ ტკივილს ავერიდეთ ცხოვრებაში და ეს არის განსაცდელი კი არა გაკვეთილი, რომელსაც ჩავაბარებთ, რომელსაც გავივლით და არ არსებობს რომ სამყარო იმაზე ძნელი გასავლელი გზა გამოაგზავნოს, ვიდრე ნებისმიერ ჩვენთაგან შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება და აი ძალიან მიყვარს ხოლმე, როდესაც ვამბობ ესეთი გლეხი ადამიანი მუშაობდა მიწაზე და ღმერთო რა დავაშავო, რომ მე მთელი ცხოვრება მიწაზე უნდა ვიმუშაო და სხვებსო მილიონები აქ ძალიან კარგი იგავი არის, მე შეგიძლიათ მოიძებნოთ და მოусმინოთ ბოლომდე და ნუ ანგელოზი გამოეცხადება და ეტყვის, წაიყვანს რამდენიმე ჯვარს აჩვენებს და მოკიდე ხელი, რომელსაც დაძლევა შენი იყოსო, ხო, სხვადასხვა
იყო ოქროსი, იყო ვერცხლის, იყო რაღაცა, ხო და ბოლოს ხის ჯვარი აიღო, იმიტომ რომ მარტო იმ ჯვრის წარება შეეძლო ამ ადამიანს. ანუ იმ ადამიანს იმისი საშუალება ჰქონდა, რომ ის ეტარებინა და ღმერთიც ზუსტად იმას უგზავნიდა, რომ ის რაღაცა ცდუნებების გამო არ დაზარალებულიყო მისი სული. ისე რომ კარგად გადახედეთ ამ ყველაფერს, შეცდომებსაც გადახედეთ თქვენს მდგომარეობასაც და ნახეთ, კი, ნამდვილად შეიძლება რაღაც მომენტები გქონდეთ გაურკვევლობები, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, რომ ძალიან მარტივად დაძლიოთ ეს ყველაფერი, ძალიან მარტივად მიიღოთ ეს ყველაფერი, გადაანალიზოთ და კიდევ უფრო მეტად წინ წახვიდეთ, ხო, კიდევ უფრო მეტი ენერგიებით წახვიდეთ წინ. აი ესეთი გამოვიდა პირველი ვარიანტი, საკმაოდ საინტერესო და კარგი, მე მგონი. ნახოთ. გადავდე პირველ ვარიანტს და ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი, რა ენერგიებში ხართ და რატომ მოვიდა ეს ადამიანი. აი თქვენ რაც შეეხება მეორე ვარიანტს, მე ვერ ვიტყვი, ცოტი ენერგიებია, თუმცა საკმაოდ ყარმულ და საკმაოდ ესეთი საინტერესო პერიოდს გადიხართ ცხოვრებისა, შეიძლება ესე ითქვას, ხო? რაღაც მომენტში შეიძლება რაც დათესეთ, რაც გააკეთეთ იმ სიტუაციის მკას შეუდექით, ხო, რაღაცა მომენტში. ნახეთ აქ როგორი მომენტი არის, რა ენერგიებში იმყოფებით. რაღაცა ელოდებით სიტუაციებიდან გამოსვლას. ნახეთ, ზუსტად ეს მომენტი არის, როდესაც ადამიანები აკეთებენ და დებენ რაღაც ენერგიებს და შემდეგ უკვე ელოდებიან ამ დარგული ხის ნაყოფს, ხო? თუმცა რაღაცნაირად შეიძლება ცოტა აგვიანებს ეს სიტუაცია თქვენთვის იმ სიკეთეების დაბრუნებას და ცოტა განაწყენებული შეიძლება იყოთ, ხო, რაღაცა ცოტა საკუთარ თავთან გაურკვევლობაშიც იყოთ, ხო, რატო ხდება ესა, რომ რატო აგვიანებს, არა და მე უფრო მეტად ველოდებოდი, უფრო მეტს ველოდებოდი თუნდაც შედეგს, ხო. აქ არის კარმული სიტუაცია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას და გეტყვით იმას, რომ აი კარგად უბრალოდ დრო სჭირდება იმ ყველაფერს, რომ ყველაფერი დაბრუნდეს იმ სიზუსტით, როგორი სიზუსტითაც თქვენ გაქვთ დათესილი, როგორი სიზუსტითაც თქვენ გაქვთ ჩადებული თითოეულ ადამიანში, იქნება სამუშაოში, იქნება თუ რა არ აქვს მნიშვნელობა რა მდგომარეობაში. უბრალოდ ნუ გაიტეხავთ გულს, დაელოდეთ, დრო მოვიდა, დრო დადგა ამ ყველაფრის და იმ ყველაფრის საფარსურს აუცილებლად დაგიბრუნებთ სამყარო. კარგით, ნახოთ, აბა რისთვის გამოსდა ესე თუ ის ადამიანი. ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, რისთვის გამოსდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. რისთვის არის? აი ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდა რაღაცა ცოტა იცით როგორი მომენტი, რომ გეყოთ ცოტა უფრო ნახეთ როგორი მომენტია, რომ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში იმიტომ გამოჩნდა, რომ გასწავლოთ და რომ მოგცენ აქაც ერაფანტი. ნუ არ ვიტყვი აშკარად მასწავლებლები და პრინციპში ყველა ურთიერთობა მასწავლებელი არის თითოეული ადამიანისთვის, როგორც ქალბატონის ისე მამაკაცისთვის. ყველა ურთიერთობიდან რაღაცა ისწავლება. იმისთვის გამოჩნდა ეს ადამიანი ცოტა უფრო მეტად სუბუქად შეხედოთ მდგომარეობას, ნუ არ თულებთ სიტუაციებს, ნუ ცდილობთ რომ სულ რაღაცა და ვიღაცას ემართლოთ რაღაცა სიტუაციაში, რომ აი თქვენ მართალი, ნახეთ როგორი მომენტი არის, აი თქვენ ელოდებით, ნახეთ მეორე ვარიანტი, ცუდად ნუ გამიგებთ და ძალიან გთხოვთ რომ კარგად გამიგოთ, რასაც ვამბობ. არის ხომ ესეთი შემთხვევა, რომ აი მე ვიღაცა მეგობარს დავეხმარე რაღაცა სიტუაციაში და ველოდები რომ ის იგივენაირად დამეხმარება მე. არა, აღმოჩნდა რომ არ დამეხმარა იგივენაირად და მე უკვე სასაწარკვეთილებაში ჩავარდი, რომ აი როგორ მე რამდენი ჩავდი ამ ადამიანში და ის ვერ დამკვნა. გინდაც ურთიერთობაში, ხო, რაღაც პარტნიორში ჩავდი ამდენი ენერგია, რაღაც მიყვარდა, რაღაც ვევლებოდი, ვცდილობდი რომ ბედნიერი ყოფილიყო, რაღაც. მაგრამ ნუ არ გაამართლა ამ ადამიანმა რაღაც ვერ დააფასა, იქ რაღაც ვიღაცას გაეფლირტავა, ვიღაცასთან წავიდა, არ აქვს მნიშვნელობა. ნახეთ,
და მე მეწყება უკვე ესეთი მომენტი, როდესაც აი სასოწარკვეთილებაში ვარდები, რომ აი რატო კი, მაგრამ აი ყველაფერი რაღაც ეს მომენტია და საკუთარ თავთანაც აი თითქოს ბრძოლის ველზე ხარ, სულ რაღაცას იცავ, სულ რაღაც და რეალურად თითქოს და ვერც გადაგიწყვეტიათ თან რა მომენტია ისეთ რომ ვერ გადაგიწყვეტიათ ესეთი ადამიანები საერთოდ ჩაიხსნათ მე თქვენ ცხოვრობიდან თუ კიდევ გააგრძელოთ ამ ადამიანის დახმარება. თითქოს ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდა, იმიტომ რომ მიგაღებინოთ გადაწყვეტილებები და დააგამთავრებინოთ ის ბრძოლები და ის მოლოდინების გაწბილება, რომელიც აქამდე გქონდათ, ხო? უბრალოდ მოგცეთ იმისი ძალა და იმისი ენერგია, რომ დაასრულოთ უბრალოდ ადამიანმა თუ სამსახურმა არ მოგცათ ის შედეგი, რომელიც გინდოდათ. ნუ ვარდებით სასოწარკვეთილებაში, ნუ ცდილობთ რომ რაღაცა ინერვიულოთ ამ ყველაფერზე. უბრალოდ გაერიდეთ თუ ხვდებით რომ ეს ყველაფერი გაძლევთ ნეგატიურ დამოკიდებულებას საკუთარ თავთან და გაძლევთ ენერგიის გამოცვლას, უბრალოდ შეცვალეთ, ხო? მიდგომა შეცვალეთ ადამიანებთან, სამსახურშიც უნდათ მიდგომა შეცვალეთ, ხო? ნუ დარჩებით ზეგანაკვეთური მდგომარეობით და ნუ ვეცდებით რომ ღამეები ეთენოთ, თუ მაინც მადლიერი არავინ ერჩება და მაინც იმას გეტყვიან რომ აი არაფერი გაგიკეთებიო, ნუ დარჩებით, ხო? რატო უნდა შეიწუხოთ თავი ვიღაცის ბიზნესის გამო, ხო? თუ ვიღაცის სამსახურის გამო. აი აქ თითქოს ეს მომენტი არის, აი თქვენი საკუთარი შესაძლებლობების მდგომარეობის სწავლა დაასრულოთ ეს ყველაფერი საკუთარი თავი შეიყვაროთ და საკუთარი ეძები, საკუთარი ნახეთ, აი საკუთარი რო იყვენ, საკუთარ თავზე ცოტა უფრო მეტი იფიქროთ, საკუთარ თავზე ცოტა უფრო მეტი გააკეთოთ. ნუ სამყაროც დააბრუნებს კი იმ რაღაცა რესურსებს, რომელიც ჩადეთ, მაგრამ იმ დონით ვერ ბრუნდება, რომელიც გინდათ რომ დაბრუნდეთ, შემოკარგებო. მეორე ვარიანტო და დაასრულეთ თქვენ საკუთარ თავთან ბრძოლა. ეს ადამიანის იმიტომ გამოჩნდა, რომ მიგანიშნოთ, მიგახვედროთ, რომ მეტი შეტად შეიყვარეთ საკუთარი თავი, მეტად მიეცით შანსი, მეტი ახალი პერსპექტივები გამოსახეთ, მეტი გამარჯვებისკენ წადით, მეტად იაქტიურეთ საკუთარი წინსვლისთვის, საკუთარი ენერგიებისთვის, მეტად დააფასეთ იმ ხრივად საკუთარ თავს, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობები გაქვთ, ძალიან კარგად შეიძლება რომ სხვადასხვა სფეროში მოარგოთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ გაქვთ ამის რესურსი, გაქვთ ამის გონება, გაქვთ ამის ძალა და გეტყვით რომ იმოქმედეთ იმისთვის, რომ იყოთ ბედნიერი და არა იმისთვის, რომ საკუთარ თავს ეომოთ და ებრძოლოთ, რომ აი როგორ მომექცნენ, არა, მაინც მოდი ახლა მე ისევ კიდე ხვალე ისევ ამ ადამიანთან დავრჩები, ისევ ეცდები სიკეთე გავუკეთოთ. კი, არავის სიკეთე, ყველა სიკეთე უნდა გავუკეთოთ ნამდვილად. არა ვიცახი იმას, რომ ვიღაცას თუ ვერ ანუ დასანახად არავინ არაფერს არ უნდა აკეთებდეს და თუ აკეთებს, უნდა გააკეთოს სიკეთისთვის, მაგრამ ნახეთ, როდესაც ხედავთ, რომ აქ არ გიფასდება და მე საკუთარ თავს ანგრევთ, უბრალოდ მადლობა გადაუხადეთ იმ ადამიანს გაკვეთილისთვის და გაერიდეთ. თქვენს ცხოვრებას მიხედეთ. არა აქვს მნიშვნელობა, ეს პარტნიორი იქნება, შვილი იქნება, მარი იქნება, დედა, მამა, არა აქვს მნიშვნელობა. ადამიანი თუ გაძლევთ ნეგატიურ მდგომარეობას, სამსახური თუ გაძლევთ ნეგატიურ მდგომარეობას, უნდა გაერიდოთ. დაასრულოთ, დაამთავროთ და დაიწყოთ ახალი ეტაპი, ახალი ენერგიები, ახალი რესურსები და საკუთარი თავის რწმენით, საკუთარი მიზნებით, საკუთარი ძალისხმევით მიაღწიოთ იმ სისავსეს, იმ დადებით მდგომარეობას, რომელიც მნიშვნელოვანია. და ზუსტად ამიტომ არის ეს ადამიანი გამოჩენილი, რომ დაგანახოთ თქვენი თავის ფასი, დაგანახოთ თქვენი შესაძლებლობები, დაგანახოთ თქვენი მიზნები. აი ვიღაცისთვის შეიძლება რაღაც მომენტში ის მომენტიც იყოს, რომ აი ხელი მოკიდოთ და სადღაც სხვა ქვეყანაში გადაგიყვანოთ თუ სხვა ქალაქში აი რაღაცა სხვა შესაძლებლობები დაგანახოთ და მოგცეთ. აი ესეთი გამოვიდა მეორე ვარიანტი. მოკლედ მე მგონი პირველი და მეორე ვარიანტი ძალიან საინტერესო გამოვიდა. კიდევ ერთხელ მე ვისურვებ, რომ სწორი ადამიანები ყოფილიყო ყოველთვის თქვენს გვერდით, იმისთვის რომ სწორი მიმართულებით ევლოთ თქვენს ცხოვრებას. თითოეულ თქვენთაგას ბედნიერება. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ გამოწერილ გაქ ჩემი არხი. დროებით.